შენც უთხარი რომ შეკვეთის სტატიებზე არ მუშაობ, მაგრამ დამირეკეს და შენ მოგითხოვეს და ეს თქვენ მოგითხოვეს. ბიზნესმენები არიან. თუ წინააღმდეგი არ იქნები, იქნებ დეტალურად მომიყვება, ხო? არა, მოგიყვებით რა თქმა უნდა. ყველაფერი მამა ჩემის ბრალია. დაახლოებით 1 წლის წინ თამაში დაიწყო. ხო და ეკაშვილო, უნდა გავყიდო ეხა ეს ბეჭედი. შენ ხო ძალიან მოგწონს. ძალიან გამიხარდება შენ თუ იყიდი. არა, ლეილა დეიდა, რას ამბობთ? ეხლა რას აკეთებდეა? ეხლა სწავლობს, მე უნდა რესტორნის გახსნა და თვითონვე იყოს ამ რესტორნის შეფ-მწარეული. არა, კარგია, ძალიან კარგი იდეაა. მადლობა. სუკა. თათია, აქ საიდან რა ვიცი, ინტერვიუზე მოვედი და შენ აქ მუშაობ? რა ინტერვიუს? სტატი. გამარჯობა. გამარჯობა. ინტერვიუსთან დაკავშირებით თქვენ ხო? დიახ. ძალიან კარგი მე გიერთვია. თათია. მოკლედ მე რა შეხვედრაზე გავდივარ და ზუკა გაგესაუბრებად ხო? მოიცა რა შეხვედრაზე გადიხარ? მე რა ვიცი, შენ უნდა იბაზო. არა ზუკა ძალიან მეჩქარება. უნდა გავიდე და თან შენაკეთებ აქ ყველაფერს და მგონი უფრო კარგად იცი რა უნდა უთხრა ხო? კაი, მე დავტოვებ მაშინ. დროებით. კაი, მე მეჩქარება ზუკა და იქნებ დავიწყებ. კაი. მოკლედ, უფრო დეტალურად რომ მომიყვე, რა საქმე იქნებთ? აუ, კითხები რომ დამისვა და რო გიპასუხები არ შეიძლება? კაი, არ არის პრობლემა. მაშინ რამდენი წელია რაც ეს კომპანია არსებობს? აუ, რო არ ვიცი ზუსტად. ნუ დაახლოებით. დაახლოებით 5 წელი. მოდი გიორგის დავურეკავ და ზუსტად გავარკვევ რა. არა პრობლემა. ანუ ეხა დავიწყეთ ჩვენად და მაგით არ ვიცი. კაი, მაშინ რა არის კომპანიის ძირითადი საქმიანობა? ნუ ძირითადად ვაგებთ გზებს. ნუ ჩვენ ყავს ძიმე ტექნიკა, სამშენებლო ტექნიკა. ქვეყანაში ვართ ერთ-ერთი პირველები. ნუ გზების დაგების გარდა შენებლობაზეც იყენებენ ჩვენს ტექნიკას. ესე იგი, როგორც მე მივხვდი, ანუ თქვენ აქირავებთ და თქვენ თვითონ არ აკებთ. არა, რა თქმა უნდა, ვაქირავებთ და ისე ვაკონტროლებთ სიტუაციას, რომ ყველაფერი იყოს კარგად. და რამდენად ახალი და თანამედროვე ტექნიკაა ეს? მართლა ყველაზე კაი ტექნიკა ყავს საქართველოში და ნუ თან ყოველ წელს ჩამოყავს ახალი. და ხანდახან იმდენი შეკვეთა გვაქვს ხოლმე, რომ ვერ ვასწრებთ ხოლმე შესრულებას.
ესე იგი, როგორც მე მივხვდი, საკმარისი ტექნიკა არ ყავთ, რახან ვერასწრებთ, ხო? არა, მაგის თქმა არ მინდოდა, ყველაფერს ვასწრებთ. პირიქით მე თვითონ ვადგავარ ხოლმე თავზე და მე ვაკონტროლებ, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში. კარგი. გახსოვს იმ ლაუნჯზე რო გეუბნებოდი? ფრანგი კულინარები ყავთ ჩამოყენილი, ძალიან გემრიელ დესერტებს რო აკეთებენ, თქო. ხო და მანდ მივდივარ დღეს. რა მაგარია. მეგობარმა დამპატიშა. და თუ მოგეწოდებათ მე ჩვენ წავიდეთ, კაი? ხო, აბა. გამარჯობა გოგოებო. ზაზე გამარჯობა. შენ? კარგად. დივეთ როგორ ახლა? რა ხდება? ხომ მშვიდობა ისა ხალხი მელოდება რა უნდა გავარდე უეჭველი რა ტელეფონში ვერ მეთყოდი? ვერავერ გეტყოდი. რატო? იმიტომ რომ შენ სახე მაინტერესებს ამ ამბავს რო გაიგებ. ჩემი სახე? აჰა. აბა რა ხდება? შენი საწყობისთვის გიშოვა კლიენტი. რა? თუ ვინ? რანაირად? ვინ და გიორგი, ხო იცი რუსტანიშვილი? გიორგი? რუსტანიშვილი. ხო. მაგას აქვს რაღაც ფირმა, ხო და მითხრა რომ ჩემი ფირმისთვის სჭირდება საწყობია და შენ საწყობზე უთხარი და ვიქირავებო. მართლა? დაიცა პირობები მე ყველაფერი უთხარი აწყობს? ყველაფერი უთხარი, შენი ნომერიც მივეცი, დაგიკავშირდება და თქვენთან მოილაპარაკეთ პირობებზე. ვაიმე, რა მაგარია, რა ოქრო ხევხა. გაგიხარდა? ვაიმე, ძალიან, მისმინე ხა, გავარდები მე იმ ხალხს გავუშვებ და რა ქვია. წამო რა ვჭამოთ რა? არა, ვერ წამოვა კლიენტები მყავს. კაი, მაშინ საგამოს გნახავ, ხო? კაი. ვაიმე, დიდი გამეხარდა რომ გაგახარე. ვაიმე, ძალიან გამეხარდა. ნახავ მალე, ხო? გამეხარდა თუ გაგახარე. შენ მაგარი გოგო ხარ? ხო, იცი რა არის, ძალიან ველოდი მაგაზე და მინდოდა რომ ამით დავხმარებოდი. ხო, აბა რა გადაყოლილია შენზე? ხო. კაცებს უნდა გააგებინო, რომ რაღაც შენ შეგიძლია. რა მე იწყება ზევიდან ყურებას, იდიოტები. გამარჯობა. შენ აქ რა გინდა? შემოგიარე რა. თამჩო ცოლად აღარ გამოყვავთ? უბრალოდ თამჩო. გადავდით რა, სანამ თმას მიხილავს. კარგი. აშვილი, წამო რა გავიდეთ რა. ლანჩი არ გადიხარ ხოლმე რა იყო? როგორც წესი არა. და არ მინდა. ხო და წამო ეხლა გავიდეთ. არ მცალია კლიენტები მყავს. საღამოთი რა შევა? არც აღამოს არ მცალია. კაი, როდის გცალია მაშინ? დიც რა მაინტერესებს, მე და შენ მივდივართ თუ შენი ცოლიც მოდის? არა ნინი, მარტო მე და შენ. აჰა, და მე ისე უნდა დაიკარგო, როგორც იკარგები ხოლმე. რა გჭირს, ხო იცი ჩემი ბიზნესის ამბავი რა. ხშირად მიწევს მოგზაურობა. ისეთი საქმიანი ხარ, რომ აი არ ვიცი. არც მესიჯს მიგზავნე და მე ცოლიც მოყავს. დაკავებული ხარ? არა, მოგზავნით დაგვსვათ ახლა. კლიენტი მყავს კარგად ეკავ. აი რა გირეკავ მე რა. მე ვერ შემოვდივარ და გამოდები შედირა შენ. არა, ვიდეო ჩემაიკე, ხო ვიღაც უნდა გაგაცნო. გილოცა. ეტავები. აბა, გამარჯობა. რაც პრობლემები მაქვს, რა წავიდე შეიძლება? მშვიდობა? კი, უბრალოდ გასასვლელი ვარ. კარგი. მადლობა. დაგირეკა. გამარჯობა. გამარჯობა. თაკო, გაიცანი ჩვენი ახალი სტუდენტი, თორნიკე, თქვენი მომავალი ჯგუფელი. სასიამოვნო. ეს თაკოა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი. ჯერჯერობით. რო ჩაგაბარო ხომ მიხედა? კი. კაი, შევიდეთ ახლა ნეულა. გადმოხვედი? ხო, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვიყავი და მომგეზრდა. ბატონო, ძალიან კაია. მე ტურიზმი რჩევდი. ხო, რა ტურიზმი რაღაც იცი როგორია, ძალიან აქტიური ტიპი უნდა იყო, რომ სამსახური იშოვა რა. აქტიური ტიპი ვარ და სამსახურის პრობლემაც არ მაქვს. მუშაობ? კი, სულ სადღაც მუშაობ. ეხლა რაღაც არასამთავრობოში ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრა არ დავდივარ ხშირად. არც ვიცი რაც. მეც არასამთავრობოში ვარ. ხო, და შენს ჩემპიონში ხარ? არა, მე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. შენ თუ ეხლა ბატონი ლევონის სტუდენტი ხარ, აქტიური ტიპიც იქნება. იცნობდი აქამდე ლევანს? კი, იქაც მეკითხავდა რაღაცებს. გამარჯობა. აშევი. აი, ეს ერთი ლექცია მოჩა და გავიდეთ, ხო? დაგავდები მაშინ. კაი, ჩემთან გავიდეთ.
სანამ ლექციას დავიწყებთ, მინდა გაგაცნოთ თქვენი ახალი ჯგუფელი თორნიკე კაჭარავა. სხვა ფაკულტეტიდან გადმოვიდა, არის ჭკვიანი ბიჭი და იმედი მაქვს, რომ შეეწყობით ერთმანეთს. დავიწყოთ. სად გავჩერდით ბოლოს? მოხოდი უკვე? აი გოგო ხარ ყავარო გავაკეთე. მე ნახე რა მომიტანე. ძალიან მაგარი საცხობს მივაგენი, მაგარაცებს საცხობენ და ოღონდ 5 წუთში იმდენი ხალხი უნახე, რომ მომიზარა ძალიან და წამოვიდა სამსახურში. რაღაცა კარგად გამოიყურება. ჯერ არ მოსულა? არა, მალე მოვა. ალო? გამარჯობა, მიხვედით უკვე? ხო, მე აი 10 წუთში ვიქნები მაქსიმუმ, გამოსული ვარ უკვე. კარგით. კლიენტი იყო. ხო, შეხვედრა მაგ დანიშნული დამოვიწყე ყველაფერი. წავედი და მოვალ მალე. ოცნი. სად არიან დანარჩენები? მარიკა ეხა გავიდა შეხვედრაზე და ჯეი მალე მოვა. შენ რას აკეთებ? მე საბუთები უნდა გადავაგზავნო. ეხლა? ხო, გუში რომ მითხარით. გუშინდელი საბუთებს ეხლა აგზავნი? გუშინ ხო შეხვედრაზე გამიშვით და ხვალ გადააგზავნე. რა შეხვედრაზე? შეხვედრაზე სიარული რა შენი საქმეა? ხო, მაგრამ თქვენ მითხარით. რა შენი საქმე არ არის იმაში ნუჩაერევი, კარგი? სათამაშოდ მოხვედი აქ თუ საქმის აკეთებლად? ეხლა რა დრო საბუთების გაგზავნაა? არა, ხოლმე შეიძლება. მაშინ გააგზავნე, მე რო არ შემოწმებინი, არ უნდა გაგეგზავნა? ეხლა ვაკვირებდი. მოეშვია მყავის მას, თორემ დარჩები გარეთ. მოკლედ თუ ეს არა. მე მგონი საკათო გამოვიდა, ხო? ნახოთ, დავწერ და ნახოთ. შეხელშია ჩვენი ბედი, როგორ გაგვაპიარებ. აბა არ გჭირდება პიერიო. მე პიარი ყველა სჭირდება. კაი. შენ აქ ხარ? სტატიას წერ ამბობ, როგორ? როგორი გამოვიდა? მე მგონი კარგი, ნახე. მე მგონი არა, ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. ზუგამ ხომ მოგიყო ყველაფერი. კი, კონტროლი. ბიჭო, დამოვიწყდა ჩვენი ფირმა რამდენი წლის არის? 5. აბა ეგეთ ვწოდნია. ხო და მე ვილაპარაკოთ ამ სტატიაზე და ეხლა ყველანი მივდივართ ჩემთან. შენთან რა ხდება? არაფერი, რაღაცები ვიყიდოთ და ავიდეთ რა. თათიან, შენ შეგიძლია წამოხვიდე ჩვენთან ერთად. არა, ძალიან რა. რატო სამსახურია? სულ როგორ უნდა მუშაობდე? წავიდეთ რა გავერთობთ. არა, ეს სტატია უნდა დავწერო ძალიან მალე. ვიცი არა, ჩვენ ამ სტატიაზე გაქვს ლაპარაკი? მომისმინე ამ სტატიის დამკვეთები ვართ ჩვენ. ჩვენ არსად არ გვეჩქარება და შენ სად გარბიხარ ვერ ხვდები. წამოდი რა. წამოდი რა. ესე კი წამოდი. კაი, მე ცოტა ხანი. ძალიან კაი, წავედით მოდი. ადი. თქვენ ჩადით და ჩვენ ჩამოვალთ, ხო? აი. მოხდა რა? გუშინდელზე მინდა რომ დაგალაპარაკო. გუშინდელზე მეც მინდა რაღაც გითხრა. შენ მიმტანად რომ მუშაობ გიტყდება? დიახ, ვიცი რომ მე ეგ არ მიტყდება, უბრალოდ ჩემი ოჯახის წევრები უყურებენ ამას სხვანაირად. კაფეში მუშაობა ტეხავს ხო? დიახ, რა გჭირს. მე მგონი ამაზე პირველად არ გვიწევს ლაპარაკი, ხო და გავიარეთ უკვე. მე კი არ გებუტები ან წინს რაღაცეები, პროსე ძალიან არასასიამოვნო ფაქტია რა. აუქნა ბაბადია. ესეთი ოჯახის წევრები მყავს. ძალიან კაი ოჯახის წევრები გყავს შენ. უბრალოდ შენ თვითონ ვერ გამონახავ ხოლმე ალბათ სალაპარაკო ენას. შეიძლება. ხო და რას გეტყვი, იცი? სხვა დროს რო ტყუილების თქმას დააპირებ, გამაფრთხილე. ეგეთ სიტუაციაში ნუ ჩამაგდებ. რატო ბურტყუნებ, ჰა? რა რატო ბურტყუნებ? წამოდი რა წავიდე, რა რა მოვაპარაკებ. დებილო. აღჭირსე. მოხდა რა? ხო. რა? დოდო მეჭყობა. აი რაზე?
საბუთები რატო არ გადააგზავნე ვარა და თვითონ მითხრა დღეს არ არის საჩქარო ხვალ გააკეთა ეგ საქმეო დღეს მარიკას გაყევიო. ძალიან გიჩხუბა? ო თავზე დამობხო ყველაფერი. შენ როგორ გაგიმართლა ასე? კაი რა. არა, მართლა გეუბნები. მაგრამ ეგრე იცის ხოლმე რა. ეხლა გიჩხუბა. მე ძალიან მაგრაინანებს, ხვალ მოვა და ბოდიშს მომიხდეს. შენ საჩუქარს გაჩუქოს დაში. კაი რა საჩუქარი და რა ბოდიში, იცი როგორ მეჩხუბა? გეუბნები. მე რაღაც პეჩენია დაინაღა და აკრას მაჭამა გამიმართა. აი, всё, ეგ არის, გეუბნები, საჩუქარს გაჩუქებს უეჭველი. კაი, მართლა ნოტირი ხარ. არ მგონია რაღაც. დამიჯერე რა, ერთ გოგოსთან მოვიდა ეგრე რაღაცა არაფერში არ იყო ეს გოგო რა, მაგრამ ამან გაჭირდა და რაღაცაზე იჭუბა დაახურა თავზე იმასაც ყველაფერი რა. და მე მეორე დღეს მოვიდა ბოდიში მოუხადა და გავუშვა დასასვენებლად ეგვიპტეში საჩუქრად. მართლა? კი. აუ არა, ეგ ეტყობა ძველი თანამშრომელი იყო. მე ახალი მოსული ვარ და უკვე შენიშვნა მომცა და ალბათ ის ტორტის ამბავიც ახსოვს. არა შანსი, არ არის ეგეთი ბუღმატიპი. უბრალოდ რაღაცა სტრანია და ესე იცის ხოლმე აფეთქება უცებ უაზრო და მე ნანობს თვითონ განიცდის. მართლა მე დღეს მომდის და აი ახავ შენ თვითონ რა. ანუ შენ ეგრე ფიქრობ რომ მიხვდება? კი, უეჭველი აი დამიჯერე რა. შეიძლება საერთოდ შენიშვნას აღარ მოხდეს არაფერს. დააგვიანო, გააცდინო, გარანტირებული და ყველაფერი. ეგ როგორ ახაო? ეგრე იცის ხოლმე რა, აი ხალხი მოცნევას ნეტად და მეჩხუბოს. გეუბნები ერთბლიანი ხარ რა. აუ კაი რა ჯერი რა საჩუქარი საერთოდ წახვალ აქედანო. არ არსებობს, ნოტირი ხარ რა. მე დოდოს რასაც ვიცნობ, რა ვიცი, ყოველთვის ეგრე შვება ხოლმე რა, დამიჯერე რა. მოვედი. რა გჭირს? დოდომ გაუჭირდა. კაი ხატაო. აუ რა ბედი ქონია გილოცა? სალომე, ჩამოწიე ფეხები და გაანებე მაგ ტელეფონს თან. აუ კაი რა. მოგწონს უფრო? კი ძალიან. სალი დედა არ ჩიგიხედავს. მამაზია. ხო. უი, მოვიდა უკვე. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ეს შენია. დიდი მადლობა. იცი სულ არ გამჭირვებია მოგნება. ხო არა? კი. ინტუიცია ჯერჯერობით არ ყალატობს. ძალიან კარგი. მოგზაურდი. ეს ალბათ სალომე ხო? დიახ. სალი გაიცანი მერაბი. სასიამოვნო. დედა ნახე რა ლამაზი ყვავილები მოგვარქვა. მერაბ თქვენ დავძადით მე ლარნაკში ჩავაწყობ და შემოვალ ამ დროთას. Facebook-ი? დიახ. აუცილებლად გამომიგზავნეთ რიქვესტი. დოლიძე მერაბი. უზარმაზარი ფოტო გვაქვს ევროკავშირის შენობის წინ გადაყვანილი. იმით მივხვდებით. ეხლა არ იჭერს ინტერნეტი და ვერ გამოგიგზავნით. აბა, დავიწყოთ. მირთვით. ერთი წუთით მე წითელი ღვინო მოგართვით. კრამბული. ნახევრად მშრალი. აი, ძალიან კარგი. აი, მე კიდევ მადამ ბოვარი გამოვაცხე. პირველად გავაკეთე ნაბლოთ არ ვიცი რა გამომივიდა. ოხ, როგორ არის დაცული. ეჭვს არ ვემბარა ძალიან კარგი იქნება. ხო, არ ვიცი. ახსენეთ. სალომე თქვენი ჭიქა? ვერ ვარ კარგი კულინარი. არა, უცილებლად გავსინჯავ და ჩემ აზრს გეტყვით. შესანიშნავი ღვინოა. ქალბატონების ნებართვით მე გავწევ თანხმობას. მოდი. ჩემი და სალომეს გაცნობას გაუმარჯოს.
ნათია საყოდი უნდა გითხრა აქამდე არ უნდა გაგეცნო ჩემთვის სალომე, შეიმბრალია ნამდვილად, მაგრამ აი დღეს გამოვასწორე. სალომე ჩვენს გაცნობას გავუმარჯოს. გაუმარჯოს თქვენ შეხვედრას. სალომე არ სვამს? სალი. სალი. არა, არ მიყვარს ღვინო. სამწუხაროა. ღვინო ყველაზე უფრო ჯანსაღი სასმელია. გახსოვს ნათია პარიზში რომ სვამდით, მინდოდა იგივე ღვინო მომეტანა, მაგრამ ვერ მოვახერხავთ, მე მგონი ამასაც არ. არა, კარგია ძალიან. სალომე, მერაბი არაჩვეულებრივად ერკვევა სასმელებში. დელეგაციაში ჩემს გარშე ღვინის საყიდლად ვერ მიდიოდა გახსოვს. კი. სალომე. ალბათ იცი ეს ქიმია. კი, ვიცი, მაგრამ მაინც მიყვარს. ასე არ შეიძლება. თავი ხელში უნდა აიყვანო და მოერიო საკუთარ თავს, მეც ბევრი რამ არ მიყვარდა, მაგრამ ბოლოს ჯანსაღ საკვებს მივეჩვიე. ხო, მაგრამ ასე თუ ვიფიქრეთ, ალბათ ვერაფერს ვერ შევჭამთ. არ უნდა ჭამო. მხოლოდ ეკოპროდუქტები. You are what you eat. ანუ ხარ ის, რასაც ჭამ. მართალია, მაგრამ ძნელია. ქიმიისა და გაზიანი სასმელების ნაცვლად დღეში 2 ლიტრი წყალი, მინიმუმ. ბოსტნეული და ბოსტნეული. მე რა გადაიღეთ, კაცი და უკვე. ეხლავე. სხვადასხვა საკუმე. სალი. მინდა გითხრა რომ ქათმის ხორცი ყველაზე უფრო გაჯერებული ყოფილა ქოლესტერინებით, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემასაც თავს იოლად ვარქმევთ ხოლმე. მე ვთქვი ქათამი კანის გარეშე. სალომე გადაიღე შეც. ნათია უგემრიელესია. უნდა ვაღიარო. ძალიან კარგია. მიხარია, ძალიან მადლობთ. შესანიშნავი კულინარი ყოფილა. აი მე გეჟევეთ მშია. რა ბედნიერი ვარ, იცი რა შეგვხვდი. მეც. გამარჯობა ლევან. გამარჯობა, მოგზავნით. დედა, კი არ გვიდოდა შეწუხება, მაგრამ შენ საიბაძეს არაცხი ჩამომივარდა და იქნე მომაწოდო. კი, მოგზავნით, რა პრობლემაა? გაიხარე. ძალიან კი გაწუხებ, მაგრამ ჩემი შვილისაა და ჩემი რძალი გადაირება. არ ნერვიულობ მაგაზე? გამარჯობა. შენ ახალი ძიძა ხარ? არა, მე ლევანის თანამშრომელი ვარ. გასაგებია. აი, ცოტა დასვილია. მე არავის გენაცვალე გავრეცხავ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ბოდიშს ვიხდი შეწუხებისა. არაფერს რა შეწუხებისა. სასიამოვნო იყო. ჩემთვისაც ნახვამდის. კარგად მე. აუ როგორ მათვალიერებდა. ძალიან სასაცილო ქალია. მეც რამდენი რაღაც მკითხა და კიდევ უნდა დალაპარაკეთ გაგზავნება, მაგრამ შენ შემოხვედი. ხო, მე ისე რა მგონია, სპეციალურად ჩამოვაგდო. რო ჩამოსულიყო და ენახა არ ხდება. მართლა. ეხლა ამას მეჩხუბები უკვე. გამარჯობა. რა მოხდა? სკოლაში ცუდად გამხდარა და შენ ვერ დაგიკავშირდნენ, მე ვაკითხე. გამარჯობა. რა, შეტევა ქონდა მაგა? აბა რა მოხდა? უჩხუბია და კაი, მაია, მადლობა, მადლობა. ისი მადლობა რომ დამირეკეს ისე ვინერვიულებ, თავარია კარგად არის ახლა. კარგად საბუკა. ნახავ. მაია, დიდი მადლობა. მე რა ვილაპარაკოთ, ხო? კაი, ხო პიცა ვჭამოთ. შენი მიდია. და ყველაზე დიდი ნაჭერი საბას. მიდი მანამდე ხელები დაიბანში. აი, ეს და სანამ მიმეცადინებ ჭამე და ითამაშე ახლა. გემრიელია ვითომ? ცენი ძალიან მაგარი აქვს. ნახოთ.
წყალი მინდა. არ ვიცი, ეს რა გოლდროსთან ძალიან აგრესიულია. რა შეს გავლის. აი. ხო? გადავისხი. ლევან, მე წავა, კარგი. კაი, მოიცა ერთი ცოტა გამოვიწყდი რა. მე ჩქარება და გავიქცე, კარგი. კარგად. მაგათია. აი, რა შენებრალია. დამირეკე ხო? დაგირეკე. მე ჭამა მოვკვდებოდი. აი, ამ თენღან ჯონათანმა წამეთრია რაღაც ტურია თბილისში დადიხარ და რაღაცებს გიყვებიან. თბილისში ყავ ექსკურსიაზე? ხო, იცი რა საინტერესოა, ძალიან ბევრი ადგილია ესეთი, რაც არ მინახავს საერთოდ. დარწმუნებული ვარ, ჯონათანმა შენზე ბევრი იცის. რაღაცებს მიყვებოდან, მე დებილივით უსმენდი. ძალიან ჭკვიანია, ხო? ხო, რავი, ისტორია უყვარს ძალიან და თან სულ რაღაცებს კითხულობს ხოლმე. ისტორია და ბუნება. ხო, შოტლანდიაში ისეთი ბუნება. აქ რა მოწონს, პროსტა ვერ ხვდები. რატო რა ჩვენთან ძალიან მაგარია? რაღაცები კი. ეხლა აიჩემა და უნდა რომ წავიდეთ სვანეთში. ხო წამოხო. რავი, როდის? რავი, როცა გეცლება მოვიფიქროთ რა. წავიდეთ და თან ესე მითხრა, ჯერ საქართველო მოვიაროთ და მე შოტლანდიაში წაგიყვან მშობლებს გაგაცნობ. ვაა, ეგრეა უკვე საქმე. ხო, რავი, პროსტა ხა იქ რადგან მშობლებს მაცნობს, იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცოლად მომიყვანს. ხო, რავი, ჩაპი, არც აქ არ ნიშნავს ეგ მაგას. აუ, როგორ ანიშნავს. თუ კიდე მითხრა, წავიდე ხა? ხო, ბერა უნდა ქნაუ. ისე მაინტერესებს პროსტა შოტლანდია და ირლანდია, რომ არ ვიცი. ძალიან. თან რაზე აქვს გამოცდაში მაინც ჩავიჭერი და რა საიდან მოგაგეთ რაღაცები, რა იცი? იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა. ხო და შენ წადი კოკასთან? მე წავალ შოტლანდიაში, მე ხან შენ ჩამოხვალ, ხან მე ჩამოხვალ და ეგრე რა. პროსტა იქამდე სვანეთში წავიდეთ. აი რა მინდა მე სვანეთში თქვენ მიხართ ორნიდე ხა, მესამე რა ბრატ. და აი მეოთხე ცოტა წამოიყვანე. რა, ხროდის უნდა უთხრა. ვეტყვი ხა რა, გადავწყვიტე რომ უთხრა. ძლივს. ხო, თუ აღოდ კიდე არ გაიქცა და არ დამტოვა, გაიქნება. კაი, რა გჭირს რა, ხო იცოდი რომ ცოტა ხნით მოდიოდა და მართლა ეჩქარებოდა, რა მოხდა. ვეტყვი ხა, ვიცი რომ არ უთხრა მე მაგრავინანე. ძალიან მიხარია. აგიხარია ჯერ. შენ და ცოტა სამბავი რა. თან ის როგორ ხვდებით ერთმანეთს? შენ ბექაზეც ეგრე მეუბნებოდი. მართლა? ალბათ ბექასაც უხდები და მაგიტო. აი მე დებილი ხარ რა. აუ დარია რა გჭირ? ამ ბევრი სამშაბათი მომდა. აუ ეს გამაცინე. ყავარ გინდათ? ცივი ყავა არ გინდათ? კიდე ვის უნდა? აუ მეც გამიგეთ ეს ფოტოები რა. მეც. ერთი ორ არ გინდა ყავა? მეც მინდა. აუ გემრიელია. აბა რომელი? თეკო. გუში გიორგის არ ვიყავი სახში იცი? რა? ის მშობლები გავიცანი ძალიან საყვარელი ხარ. როცა რამ საპირებ თუ რა პონჩი დაგას. არა, პროსტა ისე ავედი. შესაძლოა წარმოგიდგენია რა დღეში იქნება. ხო, პროსტა ერთი სულ მქონდა რომ ის გამოვიდოდი იქიდან აი. პროსტა ძალიან ცუდი. მაგრამ ეს გრიგა გატარეს ხო? აუ კი, პროსტა რო არ იმჩნევა და ყველა რომ გაგვირდება და რაღაც კითხვის რომ გაპარებ. მე აუ მე ის მის ინვესტატორმეთრე ჩემთან ავიდოთ და ეგრე რაღაცები მოვიფიქრა რა და მაგით ვიშენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვიწვათ. გოგო ხო, არც მე მაპირებდი, მაგრამ პროსტა ისე უცებ მოხდა რა და ავიდით.
ეს ნაყირი რო არ გვეყოფა. ნაყინი არ გვეყოფა. ოი, სამე ჩავალ და ამოვიდა. დიო, წამკრა. დაგიცხა? შენ ხო არ გონია რომ ეს მოდ ჩემო ფიქრებული? არა. და ისიც მართლა არ ვიცოდი ინტერვიუზე თუ აპირებდი მოსვლას. ვერა. ან კიდე რა თბილისში ხო ხედავ ყველას მეგობარია. რა მეგობრებად რომ აუჩინებლად მე მგონი გაიქნება. დავჭი. მე მეგობრობისაკენ ნახტები არაფერი. ძალიან კარგი. რატო გაქვს მთელი საღამო ესეთი სახე ვერ ხვდები? დაბა როგორი სახანდა მქონდეს? ხო კაი ადამიანია. სერიოზულად მეკითხები? აბა როგორ უნდა გეკითხებოდე? კაი, მაშინ არ არის კარგი ადამიანი. რატო არ არის კარგი ადამიანი? მე იმიტომ რომ სრული იდიოტია, რა მორალების კითხვა დამიწყო ვერ გავიგე. რა შუაშია ახლა მორალის კითხვა? ადამიანს უნდა რომ დაგმეგობრებოდა. და რაღაც რჩევა რო გითხრას არ შეიძლება? ვინმე მთხოვა რჩევა? ვაფშე ვინ არის? კაი, ახლა შენ ვიცი ადამიანების ამოჩემება სალი რა. მთელი საღამო ადამიანი ცდილობდა რომ რაღაცით თავი მოეწონებინა შენთვის. ხო და არ გამოუვიდა. იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებს რამდენი ნახშირწყალია გაზიან სასმელში და რამდენი ქოლესტერინია ქათმის ფრთებში. აი, ეხლა ეგ რა შუაშია? უბრალოდ სიტყვას მოაყოლა ადამიანმა, რა გჭირს შენც რა? მე კიდე მე რა მჭირს? რა მოგეწონა ეგ იდიოტი? რატო მეუბნებ ეგეთ რაღაცებს? სალი ხო იცი რომ წყინს არა? ერთ წარმომისმინე. საერთოდ არ ვერევი შენ პირად ცხოვრებაში. რაც გინდა ისქენი და ვინც გინდა ის მოგეწონოს, მაგრამ მე ნუ გამაცნობ. ალო. სახლში. კაი, დაგირეკა რომ გამოვავრე. სალი პრობლემები გაქვს? მე რა პრობლემები ნათია. არ ვიცი რაღაცა გაღიზიანებული ხარ ამ ბოლო ხანებში და მოხდა რამე? არა, არაფერი. აბა რატო იქცევის? როგორ ვიქცევი? ის ტიპი თუ არ მომეწონა, ესე იგი პრობლემები მაქვს. არაფერ შუაში არ არის ახლა ეს ტიპი. ამ ბოლო ხანებში ხო ხედავ როგორი გაღიზიანებული და განერვიულებული ხარ. დედა თუ მოხდა რამე მითხარი, ხო იცი რომ ჩემზე უკეთესად არავინ გაგიგებს. აი მე არაფერი არ მოხდა. არაფერი პრობლემა არ მაქვს და ჩვეულებრივად ვიქცევი. უბრალოდ ძალიან გამიხარდება თუ იმ ტიპს ხშირად არ მაიყვან სახლში. წავედი მე. სად მიდიხარ? დავი გარეთ. რა გჭირს შენ მოხდა რამე? რაფერი ფას მეჩხობა და ცოცხასი ეწევა. რას ნიშნავს გეჩხობა? რა მოხდა? არაფერი ისე. ისე როგორ უმიზეზოდ? რაღაცა დამავალა და რატო არ გააკეთა? უსაქმური ხარო და საერთოდ გაგიშვებ აქედან. მერე დედა რაღაცა თუ დაგავალა, რატო არ გაუკეთე? იმიტომ რომ ლეილა მანამდე სხვა რაღაცა დამავალა და ის არ არისო საჩქარო. მერე რამ წამოუარა არ ვიცი. მერე უთხარი რამე? აზრი არ ქონდა. ვიცი შენ თქმა, დამუნჯდებოდი. არა, არ მისმენდა. რაღაც თანამშრომლებმა კი მითხრეს გაუვლისო მიხვდებაო, მაგრამ არ მგონია. გაგაგიჟებს ეს ხალხი რა. ესე იგი, რამდენი ცუთხასიათზე უნდა ვიყო, იმდენი უნდა ვეჩხუბო ვიღაცას უმიზეზოდ. მე რაც პრობლემები მაქვს, ქვებს რო არ ვისწრე არ გიკვირს. კაი დედა, არი ნერვიულო. რას იზავ სამსახურია ეგეთი, 1000 რჯულის ხალხი შეგხვდება. უნდა მოითმინო. გამარჯობა. გამარჯობა, კაშკი. მოდი ვჭამოთ რამაც ახლა მოვიდა. არა, მადლობა, არ მინდა არაფერი. გეტყვით უცებ და გავიქცევი. რა ისმის ახალი?
მოკლედ დათოს სასამართლო შედგა და 1 წელი მიუსაჯეს. დედა ჩემი სიკვდილი. არა, ეს უფრო კარგია დამიჯერეთ. მოკლედ ბახა იყო ჩასული და დათოს სასარგებლოდ მისცა ჩვენება. თქვა რომ დათოს არ დაუჭირავარო. და ამის საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქდა. ანუ ახლა რა იქნება? ანუ ვფიქრობ რომ გამოუშვებენ იქიდან. არ მგონია ეგ სასჯელი მოახდებინონ. აქეთ უფრო უკვე მარტივია რა. შეიძლება საპროცესო გარიგებითაც გამოუძვრეთ. ვინმე ღმერთ მაქნას. და შე როგორ გონია გამოუშვებენ? ძირითადად ასეთ შემთხვევებში უშვებენ ხოლმე. უბრალოდ შეიძლება ცოტა დროში გაიწელოს. მაინც რამდენი შეიძლება დაჭერდეს? ხო ეგ არ ვიცი. ანუ საზეწყარმა დათოს არ დაუჭირავარო, ხო? ხო. დათოს სასარგებლოდ მისცა ჩვენება. და ფულზე რა ვარ თქვა? ფულზე მე ვფიქრობ რომ ეს საკითხი ესე ღიად უნდა დავტოვოთ, სანამ დათოს გამოვიხსნით. აი მე კიდე შეიძლება რომ ამ საქმეს მივხედოთ რა. მოკლედ რა, მაგარ შარში გამხვიეს. არა უშავს. თავარია რომ ის არ მოხდა, ისიც ყველაზე მეტად გვეშინოთ. აკაკიშვილო, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის რა. გუშინთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკო. გუშინო გავაგზავნე ის საბუთები. ვიცი და ბოდიში მინდა მოდიხადოთ. არა, როგორ გეკადრებოთ, წინა დღეს უნდა გამიგზავნო. ანუ მოადგილეობას მთავაზობთ. დიახ. ეს ბოლო პერიოდი ძალიან შეგეჩვია და ძალიან მომწამხარი. ომის მინეძონო. ო. რაო. რაო გიერა. მე ვარ ვიკას პატივისმცემელი ადამიანი ამა დედა მიწაზე, გაიგეშ? ო და სულ ყველა ვინც ვიკას პატივისცემს იმაში ვარ პირველი მე.